წეվել ქალებში სიგარეტის წევა, ასე ვთქვათ, ნამდვილად იწვევს ანევრიზმის არა მარტო განვითარებას, არამედ ხელს უწყობს გასწრებას. მოგესალმებით, ვიწყებთ ჩვენი პოდკასტის საუბრები ექიმებთან მეორე ნაწილს. ჩვენი პოდკასტის დღევანდელი თემა არის თავის ტვინის ანევრიზმა, თავის ტვინის ანევრიზმის მკურნალობის მეთოდები. თუ რომელი ანევრიზმა საჭიროებს ამა თუ იმ ოპერაციას, რომელი ანევრიზმის დროს არის რეკომენდირებული არაქირურგიული მკურნალობა. ამ თემასთან დაკავშირებით ყავს სტუმარი, ნეიროქირურგი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლადო წიქარიშვილი. მოგესალმები, ლადო, დიდი მადლობა. ჩემთვის დიდი პატივი არის ამ თემაზე შენთან ერთად საუბარი. რადგან დიდი ხანია უკვე მსგავს დაავადების მკურნალობას აწარმოებს საქართველოში, მე როგორც ვიცი 2005 წლიდან ბოდიში საქართველოში თავის ტვინის ანევრიზმის მკურნალობას აწარმოებს. საინტერესო იქნებოდა ჩემთვის მსგავს თემაზე შენთან საუბარი, ამიტომ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიღების დროს, ვისთან მქონოდა თქვა საუბარი ამ თემაზე. მე მგონი ყველაზე კარგი კანდიდატურა ამ თემაზე სასაუბროთ შენ ხარ. ანევრიზმა რომ აკტუალურია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ამერიკაში მოსახლეობის 3-5%-ს აქვს თავის ტვინის გამომსხდარი ანევრიზმა. ეს კიდევ იმას ანიშნავს, რომ ყველას ვისაც ანევრიზმა გამომსხდარი გაუსკდება, გასკდომის ალბათობა დაახლოებით არის 0.7-დან 1%-მდე, ანუ დაახლოებით 100,000 მოსახლედან 7 ადამიანს შეიძლება განუვითარდეს სისჩაქცევა ანევრიზმის გასკდომის გამო. ცნობილი ადამიანები, ვისაც გაუსკდათ ანევრიზმა, ამერიკაში არის შერონ სტოუნი, რომელსაც გაკეთებული აქვს თავის ტვინის გამსხდარი ანევრიზმის გამო ოპერაცია, ჯო ბაიდენს აქვს ორჯერ გაკეთებული თავის ტვინის გამსხდარი ანევრიზმის გამო და კიმ კარდაშიანს აღმოუჩინეს რამოდენიმე თვის წინ გამსხდარი ანევრიზმა და აკვირდება, ჯერჯერობით არ გაუკეთებია ანევრიზმის გამო ოპერაცია. პირველი კითხვა, ლადო, რაც ალბათ საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლებისთვის, რა არის საქართველოში გავრცელება, პრევალენტობა, ეპიდემიოლოგია ანევრიზმის, რამდენად ის შეესაბამება ევროპისა და ამერიკის გავრცელებას და რა არის დღესდღეობით ის ძირითადი მიზეზები, რაზედაც თქვათ მტკიცებითი მედიცინა საუბრობს თავის ტვინის ანევრიზმის განვითარებასთან მიმართებაში. პირველ რიგში მოგესალმები შენ და შენს მაყურებელს, ძალიან გამეხარდა, ძალიან საინტერესო, კარგი წამოწყება არის. ასაც ახლა შენაკეთებ და წარმატებას გისურვებ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ სანამ ჩვენ დავიწყებდით საუბარს, მანამდე შევეხეთ ამ თემატიკას და სამწუხაროდ ინფორმაციის ზეწოდომა, განათლების დონე შესაბამისად ჩვენი პაციენტების მოსახლეობის არასაკმარისი არის. უმეტეს შემთხვევაში მათ წვდომა, მაღალი დონის, მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციაზე არ აქვს და ამ ინფორმაციას ღებულობენ ხან ათესავისგან, ხან ვისგან, აქედან გამომდინარე ქსელებისგან. მათ შორის ხო დამოვიწყდა დამემატებია, რომ ჩვენი პოდკასტის მიზანი არ არის კომერციული, ჩვენი მიზანი არის განათლება არის ჩვენი მოსახლეობის, ხო, ასე ვთქვათ, ამიტომაც ძალიან გამეხარდა და ასე ვთქვათ, პირველივე შენ შემოთავაზებაზე მოვიდა აუცილებელია ჩვენი მოსახლეობის კონდეს რაც შეიძლება სწორი ინფორმაცია სამედიცინო სერვისების შესახებ და ჩვენ შევეცდებით ეს ჩვენ მოსახლეობას ასე ვთქვათ მივაწოდოთ. რაც შეეხება ახლა ანევრიზმებს, ხო, ბოლო პერიოდში ერთ-ერთი აქტუალური ხასიათი შეიძინა იქიდან გამომდინარე, რომ დაუშვათ სიჩაქცე, თვითონ ცნობადობა ანევრიზმის არის ძალიან მაღალი მოსახლეობაში, იმიტომ რომ ჩვენი წინამორბედი და ჩვენი მასწავლებელი ნეიროქირურგების დამსახურებაც არის 90-იანი წლებიდან უკვე აქტიურად დაიწყეს საქართველოში ანევრიზმებზე ოპერაციების კეთება. უმეტეს შემთხვევაში ბუნებრივია ეს იყო სუბარაქნიული სიჩაქცეებით, ანუ სიჩაქცეებით გამოწვეული, ანუ გამსხდარი ანევრიზმების მკურნალობა, მაგრამ ბოლო უკვე 10 წლეული არის, როდესაც არანაკლებ აქტუალური გახდა უკვე გამსხდარი ანევრიზმების მკურნალობის საკითხი. რატო? იმიტომ რომ ეპიდემიოლოგიურად აღმოჩნდა, რომ საკმაოდ გავრცელებული დაავადება არის. ეს ძალიან ესეთი სერიოზული აუტოპსიური კვლევები არის ჩატარებული და ძალიან წინააღმდეგობრივია 1%-დან 5%-მდე მერყეობს ანევრიზმის ანუ ავტოპსია ნიშნავს პაციენტები, რომელსაც გარდაიცვალენ და გაკვეთის შემდეგ პაციენტები ადამიანები, ადამიანი ხო, ჩვენთან არის აკრძალული ხო ეს ავტოპსია, მაგრამ
უცხოეთში ყველა გარდაცვალების შემთხვევაში ის ხდება ამის იდენტიფიცირება და თუ რაიმე დაავადება არის და ამის თანხლები დაავადება ქონდა, შეიძლება ამ დაავადებისგან არ გადაწყვეტა, ანუ ეს მონაცემები 1%-დან 5%-მდე ვარირებს. თუმცა ასევე გააჩნია ქვეყნების მიხედვით განსხვავებული სიხშირე, მაგალითად იაპონიაში და ფინეთში ხო მისი გავრცელება კიდევ უფრო გამოხატულია. შედარებით ნაკლები არის ესპანურ და აფროამერიკულ პოპულაციებში. საქართველოს განეკუთვნება მაინც კავკასიურ რასას, თვითონ ტერმინიც, ასე ვთქვათ, აქედან წამოსული არის შესაძლებელი და უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენთან ასე ვთქვათ ანევრიზმის გავრცელების საკითხი ისეთივეა, როგორც ასე ვთქვათ კავკასიურ რასაში. Ну დაახლოებით შეიძლება ითქვას 3% შეიძლება პოპულაციას ეს ქონდეს. ეს საკმაოდ მაღალი ციფრი არის. მაგრამ ეს ეპიდემიოლოგიური კვლევები ჩატარებული არ არის. ანუ გამორჩეული ანევრიზმების პრევალენსი რაც შენ ახსენე, ხო? დღემდე დებატების ასე ვთქვათ თემას წარმოადგენს. უფრო შესწავლილი არის გამსხდარი. ანუ შენ რაც ახსენე წეხან, ანუ 100,000 მოსახლეზე რამდენ ადამიანს ემართება სუბაქტურის შიჩაქცევა, ხო? კავკასიურ რასაში ეს ითვლება, რომ არის 100,000-ზე 7-დან 10 შემთხვევა. ჩინეთი ბოდიში, იაპონიაში და ფინეთში რაღაც 15-დან 22-მდე, ანუ ძალიან გავრცელებული არის იქ. და შეიძლება იყოს ამის მიზეზი, რას ვფიქრობ, რატო არის განსხვავება? ახლა თუ ჩავთვლით იმას, რომ ანევრიზმა მაინც არის გენეტიკური და შეძენილი ფაქტორების ერთობლიობა, ხო? ასე ვთქვათ, გარკვეული გენეტიკური, ასე ვთქვათ, მიდრეკილება. აი ამ სიტყვას ვიხმარდი, ამას საფუძველი უნდა გქონდეს ყველა ვარიანტში. და ესეც არის. გასაგები. მე ვიტყოდი, რომ გამსკდართან მიმართებაში და მე სხვათა შორის მქონდა შენთან შემოთავაზება, რომ შეგვეძლო რაღაცა ინსტიტუციონალური კვლევა ჩაგვეტარებინა. მაგალითად, როდესაც ჩვენ ერთად დავიწყეთ დასავლეთ საქართველოში ამ დაავადებების მკურნალობა და მაშინ იმ პერიოდში არ კეთდებოდა, ეს იყო 2015 წელი. 2015 წელს და 2016 წელს დასავლეთ საქართველოში მაშინ არ კეთდებოდა ანევრიზმა ჩვენი კლინიკის გარდა. ну შეიძლება ვთქვათ, რომ ბათუმში და აჭარაში იყო რამოდენიმე და პაციენტების რაღაც ნაწილი, რომელიც ვთქვათ თბილისში მიდიოდა. აი, აქეთ მოდიოდა სულ აი მაგდროს. ან ქუთაისში, ან ვთქვათ ბათუმში და იმ მონაცემებით, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს, ხელმისაწვდომია, სავარაუდოდ წელიწადში დასავლეთ საქართველოში აჭარის ჩათვლით უნდა იყოს გამსკდარი 100 ანევრიზმა. ну დავახლოებით ეს იგივე, ანუ 10% გამოდის. თუ ჩავთვლით, რომ 1 მილიონია, ვთქვათ ეს მოსახლეობა. 10% გამოდის. საქართველოში უნდა იყოს წელიწადში 300 გამსკდარი ანევრიზმა. ხო, 100,000-ზე 10 შემთხვევამდე გამოდის რა. იმ ეპიდემიოლოგიაში ჯდები 7-დან 10. მე რატომღაც მეგონა რომ უფრო ხშირი იყოს სამეგრელოში და აჭარაში, მაგრამ შეიძლება ჩემი ასე თქვა შეგრძნებები არის სუბიექტური და შეიძლება მართალი არ იყოს. შეიძლება თქვა მაგის მიზეზი იყოს და ბევრჯერ გისაუბრია და თუნდაც სხვა კოლეგებსაც რომ მაღალი წნევის არაკონტროლირებადი ფორმები და ასე შემდეგ ეს ქართველების საფუძვლად ქართველების სენი არის, ხო, ახლა რა შემოდის არტერიალური ჰიპერტენზია მე მახსოვს სანდრო ცისკარიძისგან მას აქვს ჩატარებული სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური კვლევა ინსულტებთან მიმართებაში, ისემიური და ჰემორაგიული ინსულტების თანაფარდობა და უშუალოდ ექსტრაკრანიალური სიზარღვების მაოკლუზირებელი დაავადების გამო განვითარებული ისემიური ინსულტზე. შედარებით ნაკლები არის, ასე ვთქვათ, საქართველოში, მაგრამ უფრო ხშირი არის ჰემორაგიული ინსულტები და ამის პირდაპირ მიზეზი არის სამწუხარო და არასწორად დამართი არტერიული ჰიპერტენზია და რომლის, ასე ვთქვათ, ზემოქმედება ანევრიზმასთან მიმართებაში უკვე დამტკიცებულია, რომ ის ხელს უწყობს, როგორც ანევრიზმა რო ზომაში გაიზარდოს, ასევე ხელი შეუწყობს, რომ ის გასკდეს. აქედან გამომდინარე, არტერიული ჰიპერტენზია თუ არ არის სწორად მართული, ეს ანევრიზმის არამარტო განვითარებას, მის ზრდას და სიჩქარებას ხელს უწყობს. ეს დადგენილი ფაქტი არის. შეიძლება მწვეველობასთანაც იყოს კავშირი. მწვეველობაზე ჩატარებული არის კვლევები და ახლა ნუ მიწყენენ, ასე ვთქვათ, ქალბატონები, მაგრამ ქალებში, მწვეველ ქალებში სიგარეტის წევა, ასე ვთქვათ, ნამდვილად იწვევს ანევრიზმის არამარტო განვითარებას, არამედ ხელს უწყობს გასკდობას. მამაკაცებში ეს, ასე ვთქვათ, კორელაცია ვერ დაიჭირეს. მე ერთ რაღაცას ვიტყოდი, რომ სოფლიოში ანევრიზმის მკურნალობა არც თუ ისე უფრო არც დიდი ხნის წინ არ დაწყებულა 1967 წელს დენდიმ დააკლიპირა 1940 წელს, თუმცა მაშინ მას არ გამოუყენებია მიკროსკოპი.
დენდინდე იყო კიდე სკოტი, რომელმაც საძილე არტერიის ოკლუზია მოახდინა, მაგრამ ესეთი როგორც რა ეტაპზეც ახლა არის და რა მასშტაბითაც ახლა კეთდება, ესე რომ ვთქვათ, მიკროსკოპი, მიკროქირურგია, იესენგილის მიერ იყო 1967 წელს და მანამდე ვთქვათ ოტორინოლარინგოლოგებს, ანუ ყელყურისწყლის ექიმებს ჰქონდათ მიკროსკოპის გამოყენების გამოცდილება და ამან ვთქვათ ნეიროქირურგიულ საოპერაციოში მოახდინა მისი ინტეგრაცია და პარალელურად 1991 წელს დაიწყო ვთქვათ ენდოვასკულური ოპერაციების განვითარება და სანამ აქამდე მივართ რამოდენიმე სიტყვით თქვი რა ტიპის მკურნალობა არსებობს და აი რო შევადაროთ ვთქვათ ამ განვითარების ეტაპებს პარალელურად საქართველოში რა ხდებოდა ხო აი ვთქვათ როგორ განვითარდა და რა ეტაპზე ვართ განვითარებული ევროპის მაგალითად მიმართებაში საქართველოში რა ხდება დღეს ხო არა რაც შეეხება ასე ვთქვათ მიკრონეიროქირურგიას ხო ახლა იმიტომაც ითვლება რომ ახლა შარშა გარდაიცვალა იაშარგილი რომელიც დაასახელეს მე-20 საუკუნეში საუკუნის ნეიროქირურგთან ეს ტიტული გაიყვეს კუშინგმა ასე ვთქვათ მიკრონეიროქირურგიული ერავნე და მიკრონეიროქირურგიის ასე ვთქვათ მთელი ეს დამსახურებები უდევს საფუძვლად იაშარგილის პრაქტიკულ და სამეცნიერო მოღვაწეობას და სიზარღვოვანი პათოლოგიების მიმართულებით მით უმეტეს, იმიტომ რომ დღესაც კი ასე ვთქვათ იაშარგილის ინსტრუმენტები, კლიპსები და რაღაცები ამას უდევს საფუძველს 60-იან წლებში ზუსტად მიკროსკოპის ასე ვთქვათ გამოყენების საფუძველზე მან ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას საფუძველი ჩაუყარა თავის დროის ანევრიზმების მიკროქირურგიულ მკურნალობას. საქართველოში მე როგორც ასე ვთქვათ მახსოვს 80-იანი წლების მიწურულს უკვე დაიწყეს ასევე საოპერაციო მიკროსკოპი როგორც კი გაჩნდა საქართველოში შეეცადნენ მაშინვე ფეხიაებად ამ გამოწვევისთვის და 80-იანების ბოლოს უკვე ანევრიზმების კლიპირება საქართველოში იქნა დაწყებული ალეგო გველესიანი გოგი მაღალაშვილი იყო ასე ვთქვათ ამ თვალსაზრისით რომლებაც დაიწყეს ამ ოპერაციების კეთება და საკმაოდ კარგ და მაღალ დონეზე. ენდოვასკულურ ჩარევას რაც შეეხება ანგიოგრაფიები კეთდებოდა საქართველოში უკვე თვალსწრაფი 70-იანი 80-იანი წლებიდან ანგიოგრაფიული კვლევა იყო, თუმცა ენდოვასკულური ჩარევა უკვე 2000-იანებში ასე ვთქვათ მოხდა. თუ არ ჩავთვლით 2000 დასაწყისში ფრანგი ენდოვასკულური ნეიროქირურგი ჩამოიყვანა ალეგო გველესიანმა, რამდენიმე ანევრიზმა დააქოილა, მაგრამ ძალიან შორს არ ვიყავ 1991 წელს. ხო, მაგრამ 2000-იანების დასაწყისში ბალონი გამოიყენა და 10 წელიწადში ჩვენს როცა 70-იანებში დაიწყო ანევრიზმების გამოთიშვა ბალონით. ბალონით, ოკეი. 91-ში გუგლიელმა ქოილები შექმნა. გუგლიელმა ხო, სპირალების მეშვეობით მოხდა ამის იმან. ყოველთვის ეს სპირალები 10 წელიწადში ჩვენთანაც იყო. კი, ანუ 2000-იანების დასაწყისში უკვე, ასე ვთქვათ, საქართველოში განხორციელდა რამოდენიმე წარმატებული ოპერაცია. არ გაუკეთებია ქართულს, ანუ ალეგოს დამსახურება იყო, რომ ლიონიდან, ანიქიდან კლერმონ-ფერაინიდან ჩამოიყვანა ფრანგი ინტერვენციო რადიოლოგი იყო და რამოდენიმე ანევრიზმა გამოთეშეს და მე უკვე დათო, ასე ვთქვათ, დაგვიბრუნდა უკრაინიდან, შეგლოვთან, ასე ვთქვათ, დაამთავრა ორდინატურა, გაიარა კვალიფიკაცია და უკვე მის სახელს უკავშირდება რეალურად ენდოვასკულური, ასე ვთქვათ, ჩარევების წარმოება და ბოლო უკვე აწლეული არის, მე მგონი, შენის ჩათვლით უკვე საკმაოდ 5-6 შეიძლება 7 სერიოზული ენდოვასკულური ნეიროქირურგი ყავს საქართველოს და თუ არ ჩავთვლით, გასაგებია საქართველოს მცირე მოსახლეობის რაოდენობას, რომელიც პირდაპირ კავშირში არის გამოცდილებასთან, ენდოვასკულური მიმართულება ბოლო, ასე ვთქვათ, 5 წელიწადია შეიძლება უფრო მეტიც, საკმაოდ განვითარდა და ძალიანაც არ ჩამორჩებით შეიძლება ითქვას მიუხედავად იმისა, რომ ეს მაღალ ტექნოლოგიური და ფინანსურად ტევადი, ასე ვთქვათ, მიმართულება არის და ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სიძალღვოვანი პათოლოგიები, მათ შორის ანევრიზმების წარმატებული მკურნალობა, ესეთი ტერმინია მულტიმოდალური არის, ხო, ანუ ენდოვასკულური და ასე ვთქვათ, ღია ჩარევების ერთობლიობა განსაზღვრავს კარგ გამოსავლის შესაძლებლობებს. რამდენად, აი მე ხშირად ხდება ხოლმე და მე მგონი ჩვენც გქონია რამოდენიმეჯერ საუბარი, რომ ხშირად ძალიან ზედმეტად არის ხოლმე შეშინებული პაციენტი ანევრიზმით. აი მაგალითად აი მქონდა მის წინაც შენს მქონდა და მეც მქონდა შემთხვევა, რომ
რადიოლოგმა, თქვათ, იქ ეჭვი მიიტანა მცირე გამობერილობაზე, საეჭვო ანევრიზმაზე და თქვათ, პაციენტი ძალიან ღელავს ხოლმე ამ დროს. აი ამასთან მიმართებაში რა რეკომენდაცია შეგიძლია მიცე ამ ხალხს, თქვათ, როდის არის საშიში საერთოდ ანევრიზმა, ყველა ანევრიზმა საერთოდ საშიში არის, ის პაციენტები, ვისაც შემთხვევით შეიძლება აღმოუჩინოთ ანევრიზმა, ყველა საჭიროებს ოპერაციას რეალურად? კარგი, სწორი და აქტუალური კითხვა არის. ხა, ერთის მხრივ რადიოლოგიების დამსახურებაა, რომ საბაზისო რადიოლოგიურ კვლევას იგულისხმება MRT როცა იკეთებს ასე ვთქვათ პაციენტი სხვადასხვა მიზეზის გამო თუნდაც თავის ტკივილის გამო იქ ჩადებული არის MRT ანგიოგრაფია, მაგრამ ის საბაზისო MRT ანგიოგრაფიის ინფორმატიულობის ხარისხი არ არის საკმარისი. რის გამოც არის ძალიან საკმაოდ ხშირია ესეთი ცრუ დადებითი ასე ვთქვათ ინტერპრეტირება რადიოლოგების მხრიდან, იმიტომ რომ ის საბაზისო MRT ანგიოგრაფია არ არის საკმარისი, რომ შენ დასვა დიაგნოზი, რომ პაციენტს ნამდვილად აქვს თუ არა ანევრიზმა, რაც გარკვეულწილად პაციენტისთვის შფოთვის საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ მე ასე ვთქვათ ვისურვებდი და ამის შესაძლებლობა საქართველოში ბუნებრივია არის, რომ მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ ხდება საეჭვო ანევრიზმის არსებობა, ხო, აუცილებელი არის შედარებით უფრო ზუსტი კვლევების ასე ვთქვათ ჩატარება. იგივე არაინვაზიური MRT ანგიოგრაფიის ან კონტრასტული ან CT ანგიოგრაფიული კვლევა, რომელიც ანევრიზმის არსებობას მაღალი ალბათობით იგულისხმება 95-99% ამის ასე ვთქვათ იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ამიტომ რუტინული MRT ანგიოგრაფია, ხო, ეს არ არის მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზომის ანევრიზმების შემთხვევაში მისი ინფორმატიულობის ხარისხი მაგალია, მაგრამ მცირე ზომის ანევრიზმების დროს მან ერთ რაღაცას დავამატე. დადებითი შედეგები არის ძალიან დიდი. ის ანევრიზმა ან თქვათ ის ცრუ დადებითი შემთხვევა, ან ის ანევრიზმა, რომელიც ვერ დაინახა იმ დროს MRT ანგიოგრაფია. რეალურად საშიშია? რა თქმა უნდა, არა. ეს ასე ვთქვათ, ეს ერთი ფაქტორი, რასაც ჩვენ შევეხეთ. ამიტომ ახლა მაინც ჩვენი მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმატიულობა ამ დაავადების შესახებ. მაშინ დავიწყოთ ჩამონათვალეთ რა, ანუ რამოდენიმე შკალა არსებობს. იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე იდენტიფიცირებული არის გამოსკდარი ანევრიზმა, რა უნდა უყოთ მას? ანუ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მოსახლეობის დაახლოებით 3-დან 5% შემთხვევებში გავრცელებული არის ეს დაავადება. მაგრამ 3-5% ეს ძალიან დიდი ციფრი არის. მაგრამ სიშაქსევას რაც შეეხება, ხო, კავკასიურ ასაში 100,000 მოსახლეზე დაახლოებით 7-10 პაციენტს ასე ვთქვათ უსკდება. ანუ ითვლება, რომ გამოსკდარი ანევრიზმების უხეშად რომ დაითვალეს 0.5%-დან 1%-მდე წელიწადში ანევრიზმის არსებობის შემთხვევაში შეიძლება პაციენტს გაუსკდეს ანევრიზმა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომელი ანევრიზმა ხო, უფრო მეტად გაუსკდება ანევრიზმას. გადავდივართ ახლა იმაზე, რაც შეძდა მეც ყოველდღიურ ასე ვთქვათ რუტინაში გვაქვს, რომ ასე ვთქვათ პაციენტმა ჩაიტარა MRT ანგიოგრაფია, უთხრეს, რომ იქ ანევრიზმა, ატყდა მთელი შფოთი და მოვიდა პაციენტი და ასე ვთქვათ, დაახლოებით ამის მოდელირებას ვაკეთებთ ახლა ჩვენ. ანუ რა პარამეტრები არის, რომლის საფუძველზეც ითვლიან, ბუნებრივია მიახლოებით წელიწადში ანევრიზმის გასკდომის ალბათობას, ხო? და ესე ვჯდებით ხოლმე და ვცდილობ ავუხსნა პირველი, ასე ვთქვათ, გენეტიკური, ასე ვთქვათ, ანამნეზი. უბრალოდ ოჯახური ანამნეზი, ანუ მის უახლოეს დათესავებს, სისხლის დათესავებს იგულისხმება დედა, მამა, და, ძმა, შვილი. ქონდა თუ არა მას ანამნეზში მსგავსი სახის ინციდენტი, ანუ სიჩაქცევა თავის ტვინში. მეორე, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ითვალისწინებენ, ეს არის ანევრიზმის ლოკალიზაცია. იმიტომ რომ თავის ტვინში ბევრი არტერია არის და რომელარტერიაზე არის ეს ანევრიზმა. ასევე პრინციპული მნიშვნელობის არის ანევრიზმის ზომა და მისი ანატომიურ-ტოპოგრაფიული თავისებურებები და პაციენტის მიდრეკილება არტერიული ჰიპერტენზიისადმი. ანუ ითვლება, რომ ვერტებრობაზილარული აუზი, ანუ ვილიზიის წრის უკანა ანევრიზმები უფრო მიდრეკილები არიან სიჩაქცევისადმი, ვიდრე ვილიზიის წინა წრის. ახლა ამ დეტალებში ახლა მე არ მინდა მოსახლეობას ცოტა ასე ვთქვათ ნიუანსებში შევიყვანო. მოკლედ ანევრიზმის გასკდომის ასე ვთქვათ ალბათობა ძირითადად დამოკიდებულია ამ 4 ფაქტორის ასე ვთქვათ არსებობაზე ან არარსებობაზე. ოჯახური ანამნეზი, ანევრიზმის
ლოკალიზაცია, მისი ანატომიურ-ტოპოგრაფიული მონაცემები და პაციენტის მიდრეკილება არტერიული ჰიპერტენზიისადმი. ეს არის ძალიან მიახლოებითი, ასე ვთქვათ, პარამეტრები, რომლებიც დღევანდელ დღეს, ასე ვთქვათ, არსებობს. ეს არ არის მაღალი მტკიცებულობის ხარისხი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ადამიანის ანევრიზმა გაუსკდება თუ არა, ახლა მიყვარს ხოლმე თქვა, მართლა ღმერთმა უწყის. მაგრამ არის რაღაც ობიექტური პარამეტრები, რომელიც, ასე ვთქვათ, მისი გასწრების ალბათობას დის. ძირითადად ეს მაინც მე ეს ვფიქრობ, ეს არის ოჯახური ანამნეზი და ანევრიზმის ზომა და ლოკალიზაცია. ანუ აი ეს პარამეტრები არის რა, ახლა მილიმეტრებში ახლა მე არ მინდა შევიდე, ასე ვთქვათ, ამ დეტალებში, მაგრამ ექიმის და მით უმეტეს ნეიროქირურგის სერიოზულ პასუხისმგებლობა მოდის აქ, რომ ახლა რიგ შემთხვევებში ეს გარკვეულ ცდუნებაც არის, რომ ასე ვთქვათ, ან ჰიპერდიაგნოსტირება მოხდეს, ან ასე ვთქვათ, არასწორი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, იმიტომ რომ დაავადების ბუნებრივი განვითარება უშუალოდ ანევრიზმების, ხო, არ არის ეს დრამატული, იმიტომ რომ თუ ჩავთვლით, რომ მოსახლეობის 3-5%-ს აქვს, ხო, წარმოიდგინე და უსკდება 100,000-ზე 7-10 შემთხვევას, ეს არის არსებული ეპიდემიოლოგიური, ასე ვთქვათ, მონაცემების 0.1%-ს უსკდება ანევრიზმა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ეს საშიში ვერაგი დაავადება არის, დაავადების ბუნებრივი განვითარება არც თუ ისე დრამატული არის, როგორც ასე ვთქვათ, ბევრს მიაჩნია. კეთახები, ერთ რაღაცას დავამატებდი. ჩემი აზრით, ყველაზე რთული არის გამოვლენა, რომელ პაციენტს, რომელსაც უკვე ანევრიზმა აქვს, რომელ პაციენტს შეიძლება გაუსკდეს ანევრიზმა. არის რამოდენიმე კვლევა, სხვათა შორის ესპანეთში ჰქონდათ მსგავსი კვლევა, პაციენტებს, ვისაც ჰქონდათ ანევრიზმა, უკეთებდნენ სპეციალურ რეჟიმში მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას კონტრასტით. ანუ კონტრასტის გარეშე ეკეთება როგორც წესი და არაინვაზიულია, თუმცა ამ პაციენტებს უკეთებდნენ კონტრასტით და ნახულობდნენ ამ სიძარღვის ანევრიზმის კედლის ანთება რამდენად ვლინდებოდა, ანუ ჩართვა რამდენად ვლინდებოდა და თითქოს ვარაუდობდნენ, რომ ეს შეიძლება იყოს პრედიქტორი ანევრიზმის გასკდომის. ამან დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა, მაგრამ დღესდღეობით მე ესე ვფიქრობ და შენი აზრი მაინტერესებს. ყველაზე, აი მაგალითად, ჩემთვის პაციენტს, რომელსაც არ უკეთებ ანევრიზმის ოპერაციას და ვაკვირდები, ყველაზე ძირითადი კრიტერიუმი, როდის შეიძლება გაუკეთო იმ პაციენტს, ვინც არ ჯდება ჯერ თავიდან კრიტერიუმებში, ეს არის თუ საკონტროლო მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაში რამოდენიმე წელიწადში შეიცვალა ზომა ან ფორმა. ეგ ჩემთვის შეიძლება იყოს, თქვათ, ერთ-ერთი მინიშნება, რომ ეს ანევრიზმა ახლოს არის გასკდომასთან. შენ რა სიტყვით? გეთახმები. ოღონდ გააჩნია ანევრიზმის მაგას კიდე დაუბატებდი ანევრიზმის, ასე ვთქვათ, ლოკალიზაციას, მაგრამ ის თუ ასე ვთქვათ, ზომაში იწყებს მატებას, ახლა არ მინდა ციფრები მოვიტანო, იმიტომ რომ მოსახლეობა შეიძლება არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი იყოს, იმიტომ რომ ერთ პერიოდში ითვლებოდა, რომ 6 მმ-მდე ზომის ანევრიზმების გასწორება იმდენად დაბალი არის, რომ შეიძლება დაიგნორო, მაგრამ მე აღმოჩნდა შემდეგი რამე, რომ ახლა მე რომ დაითვალეს გამსვლად ანევრიზმებში, ხო მიკროანევრიზმების ასე ვთქვათ, რიცხვი არც ისე მცირე არის, ანუ 3, 4, 5 მმ ანევრიზმები სამწუხაროდ წყდება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ზომა არ განაპირობებს, ეს სწორად აღნიშნე ანატომია, ანუ ანევრიზმის ფორმაც გარკვეულწილად. შეგიძლია შენ ნახო ანევრიზმა, იყოს 3 მმ-იანი, მაგრამ მიხვდე რომ ეს ის არის, როცა მალე უნდა გააკეთო ოპერაცია. ანუ კაცრი, ესე ვთქვათ, სტანდარტიზირება მაინც არ გამოვა და ექსპერტის როლი მაღალი იქნება. საკმაოდ ის აი ამისი მქონდა ერთი ანევრიზმა, აი რომ შეხედავდი, ანუ ერთი მცდელობა იყო სხვა ქირურგის მიერ, რამოდენიმე წლის უკან არაეფექტური, ასე ვთქვათ, დახურის, ვერ დახურა. და 3 წლის შემდეგ გააკეთა, ასე ვთქვათ, ანგიოგრაფია, შემართლა კითხვა, რომ გაზრდილი არ იყო ზომაში, ისევ ისეთი იყო, ახალგაზრდა ბიჭი არის, მაგრამ ფორმა, ანუ ტოპოგრაფია, ანუ არ იყო ესეთი გლუვი კედლები, ანუ არარეგულარული ფორმა უსორმასორო ხო და ოპერაციაზე მე რაც ვნახე, ხო, აი ნამდვილად ახლა საზღვარი არტერიის ბიფურკაციის ანევრიზმა იყო, აი გათხელებული რო იტყვი, აი მართლა რომ ასე ვთქვათ, ღმერთმა დაიფაროს და რაღაცა ასე ვთქვათ, მაღალი არტერიული წრეებს და რაღაცა სტრესული სიტუაციის დროს თავისუფლად შეიძლება და ის ასე ვთქვათ გამსკდარი. ანუ მარტო ზომა არ განსაზღვრავს. კეთახმები. ხშირად სმენია კიდევ ეხა დიდი მეცნიერული მტკიცებულება ამაზე არ არის, მაგრამ აი ექიმები, ვინცაც მქონია საუბარი, ვინც ძირითადად ვთქვათ ორიენტირებული არიან ვასკულარ, სიძარღვოვან პათოლოგიებზე, ისინი ხშირად უთქვამთ ეს პირად საუბარში, რომ გაუმსკდარი ანევრიზმა, ვისაც ჰქონდათ პაციენტებს და გაუსკდათ
წინა დღეებში ყოველთვის ამბობდნენ, რომ რაღაცა უჩვეულო თავის ტკივილი დაეწყოთ. ეს არ იყო თქვა გასკლომის თავის ტკივილი, მაგრამ რაღაცა მინიშნებასავით ჰქონდათ, რაღაცა შეიძლება თქვა მცირე, არ ვიცი, სუბარაქნოიდულ სივრცეში ჰქონდა რას როგორ ახსნი ამ არა ეს ცნობილი ის არის Sentinels ესე ეძახიან ასე თქვა სანამ მოხდება ის ძირითადი ბოდიში და აი როგორც იტყვიან ვულკანის ამოფრქვევა ანუ ძირითადი სიჩაქცევა ხო იმას მანამდე უმეტეს შემთხვევაში თან ახლავს ხოლმე ესეთი მცირე ასე თქვა სიჩაქცევები რომელიც მცირე ინტენსივობის თავისტკივილებით ვლინდება ყველას არა მაგრამ ეს დადგენილი ფაქტია რომ სანამ აი უხეშედარება რო აიღო სანამ ამოაფრქვევს ასე თქვა ვულკანი მანამდე რაღაც პატარა კვამლი და ბოლი ამოდის ხოლმე იქ ასე თქვა ვულკანიდან ანუ მცირე ზომის სიჩაქცევები სანამ განვითარდება ძლიერი სიჩაქცევა თან ახლავს ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ ჯერ ერთი თავისტკივილი არის ყველაზე უფრო ხშირი მიზეზი რომელიც იძლევა საშუალებას გამოვლინდეს ანევრიზმა ადამიანს აქვს თუ არა აქედან გამომდინარე ნებისმიერი ხასიათის უეცარი ძლიერი თავისტკივილი ხო საკმარისი ჩვენება იმისათვის რომ პაციენტმა გარკვეული რადიოლოგიური კვლევა ჩაიტაროს რუტინულად ურჩევ თუ არა პაციენტს ვისაც ჰქონდა გამსკარი ანევრიზმა რომ მისმა პირველი რიგის ნათესაობაც გადაიღოს MRT ანგიოგრაფია თუ ჰქონდა შემთხვევები რომ ნახე აი ვისაც აღმოუჩინა მაგაზე სწორი კითხვა არის, იმიტომ რომ რეალურად ეპიდემიოლოგიური კვლევები თუ კი სადმე ჩატარებულა, ხო, ეს არის ორი ქვეყანა არის, ფინეთი და ანუ სკანდინავიიდან, ფინეთი და იაპონია. და რეალურად გამოვლინდა შემდეგი რამე. პაციენტების ნათესავებში იგულისხმება პირველი რიგის ნათესავები, ვისაც გაუსკდა ანევრიზმა, იქ გამოვლენის ალბათობა 7-10%-ით უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი პოპულაცია. აქედან გამომდინარე, თანამედროვე რეკომენდაციები ამას გულისხმობს, რომ მით უმეტეს პირველი რიგის ნათესავებს ოჯახი ასე თქვა წევრებს ასურველია, რომ ასე თქვა MRT ანგიოგრაფია. ხო, არაინვაზიური მეთოდები კვლევა ასე თქვა ჩატარებული იქნას, იქ გამოვლენის ალბათობა შედარებით 7 მინიმუმ 7%-ით მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ პოპულაციაში. გასაგებია, ისეთ ცოტა უცნაურ საკითხს მინდა შევეხო, შენი მოსაზრება მაინტერესებს. სამტესლიანს ურჩევდი, თქვათ, ანევრიზმის პროფილაქტიკურად აღმოჩენის მიზნით თუ ტესლა ნახევრია? ეგეც ასე თქვათ, კარგი ისეთი მაინტრიგებელი კითხვა არის, ხო, მე რაც მქონია ურთიერთობა რადიოლოგიებთან, ხო, ეს საქართველოში არის ერთი ესეთი ისა, რომ აი რომელია ტესლა ნახევარი თუ 3 ტესლა. მხოლოდ 3 ტესლა არ განსაზღვრავს, ასე თქვათ, ტომოგრაფიის კარგი ხარისხია თუ არა? ხარისხს იქ სხვა პარამეტრები განსაზღვრავს, რომელიც ბუნებრივია მოსახლეობისთვის ეს არ არის ცნობილი და არ მინდა ვივარაუდობა რა ყველა სამტესლიანი MRT ეს არ არის კარგი ხარისხია. არ არის კარგი ხარისხი, ანუ შიდა ასე ვთქვათ სხვა პროგრამული უზრუნველყოფა განსაზღვრავს კვლევის ასე ვთქვათ ხარისხს. აქედან გამომდინარე მხოლოდ 3 ტესლა არ განსაზღვრავს ამ ხარისხს. ტესლა ნახევარი საკმარისი არის რომ შენ მაღალი დონის ხარისხის კვლევა მიიღო. შეიძლება იყოს სამტესლიანი და არ იყოს კარგი ხარისხის, აქედან ალბათ ეგ არის დასკვნა და იყოს ტესლა ნახევარი და იყოს ძალიან კაი ხარისხის და კარგი ხარისხის და ინფორმატიული იყოს. ჩვენ ნეიროქირურგებს ხა ეგეც ისე არ გამოვიდეს რომ რა თქმა უნდა რადიოლოგს გადაღებას ძალიან მნიშვნელობა აქვს, თუმცა უმეტესად ამ დაავადების აღმოსაჩენა დამუშავება ანუ სწორად ანგიოგრაფიის ესე ვთქვათ დამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია და უმეტესად ნეიროქირურგებს ამის უნარჩვევები აქვთ რომ ვთქვათ თავარი არის რომ კარგი ხარისხის პროდუქტი მოვიდეს, კარგად იყოს ესე რომ ვთქვათ გადაღებული ყველა ის რეჟიმები, რომელიც ამ დროს არის საჭირო და უკვე თქვა დამუშავება ნეიროქირურგსაც შეუძლია. და იყოს და კარგი ხარისხის. კიდევ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება მიხედავთ იმისა, რომ ითვლება, რომ ასე თქვა მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფია შედარებით უსაფრთხო არის, იმიტომ რომ დასხივება არ არის, მაგრამ საკმაოდ მაღალი სიმძლავრის მაგნიტური ველი არის. აქედან გამომდინარე საბოლოო ჯამში მისი უსაფრთხოება რამდენად არის გარანტირებული, ამაზე ასე ვთქვათ თანამედროვე შეიძლება იყოს მაგაზეც საუბარი? ამას შეიძლება იყოს საუბარი, ხო, იმიტომ რომ ერთ-ერთი შეზღუდვა აი 5 და 7 ტესლის უკვე პრაქტიკაში ჩაშვება, ესეც არის, იმიტომ რომ ჯერჯერობით კვლევები ასე ვთქვათ მიდის. ამას რატო ვამბობ რა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ მოსახლეობაში გავრცელებული ეს ლეგენდა რომ აი 3 ტესლიანი უფრო მაგარია, ხო? ტექნოლოგიები ერთი რომ მითია და არასწორი მითი არის და თანამედროვე მედიცინა პირიქით ასე ვთქვათ ვითარდება რომ რაც შეიძლება ნაკლები ასე ვთქვათ მაგნიტური ველის სიმძლავრის პირობებში მიიღო მაქსიმალური ინფორმაცია.
აქედან გამომდინარე პროგრამულ უზრუნველყოფაზე კეთდება აქცენტი და არა მაგნიტური ველის ასე ვთქვათ სიმძლავრე. შესაბამისად ბოლო თანამედროვე ასე ვთქვათ აპარატები ტესლანახევრიანი უმეტეს შემთხვევაში უფრო ინფორმატიულ სურათს გაძლევს ვიდრე დაუშვათ 3-5 წლის უკანდელი გამოშვებული სამტესლიანი MRT. ამაზე კეთდება აქცენტი. ჩემთვის კიდე არის ხოლმე რაღაც უხერხულობა, ხშირად აქვს პაციენტს გადაღებული მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფია და რატომღაც არა აქვს ანგიო რეჟიმით გადაღებული. აი მანდაც უცხოელ კოლეგებსაც ხშირად უთქვამთ, რომ აი აქაც არ მინდა რომ რაღაცა კოლეგის მიმართ არაეთიკოდ გამოვიდეს, მაგრამ რადიოლოგები ხშირად ცოდავენ ხოლმე, რომ თქვათ აუცილებელია ყველა რეჟიმის სწორად და კეთილსინდისიერად ბოლომდე გაკეთება, თორე შეიძლება ინფორმატიულობის ხარისხი ნაკლები იყოს. შენ შეიძლება გქონდეს სამტესლიანი, მაგრამ ინფორმატიულობა ნაკლები გქონდეს თუ ყველა ამ რეჟიმს ესე ვთქვათ სწორად არ დაიცა. გეთახმები აბსოლუტურად, იმიტომაც არის, საქართველოში არ არის ესეც საკე გამოყოფილი, თუმცა ახლა ჩვენი მეგობრები და კოლეგები არიან უმეტესი რადიოლოგი, ხო? ეხლა ხან ჩამოყალიბდა და საქართველოში ნეირორადიოლოგთა ასოციაცია. და უცხოეთში ახლა ეს უკვე რამოდენიმე 10 წლეული არის, რომ ასე ვთქვათ რადიოლოგიის ცალკე მიმართულება არის ნეირორადიოლოგია. აქედან გამომდინარე რუტინულ საბაზისო კვლევებში სამწუხაროდ ესეთ რეალობა არის. ყველა რადიოლოგს არ აქვს იმ დონის გამოცდილება, რომელსაც ჩვენ ვისურვებთ. აქედან გამომდინარე სასურველი არის, რომ საბაზისო ასე ვთქვათ რუტინული კვლევები უბრალოდ უნდა იყოს შადებული ის რეჟიმები, რომელიც მაქსიმალურად სკრინინგის საშუალებას იძლევა მოსახლეობისადმი, რომ თუნდაც ანევრიზმები იქნას გამოვლენილი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ახლა მე მქონდა საუბარი ნიკასთან, მათი დამსახურებაც არის, რომ MRT ანგიოგრაფია ჩაადებინეს საბაზისო ასე ვთქვათ. ჩემი აზრითაც მეც მანდავა რომ აუცილებლად თუ იღებ, რატომაც არა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ უკვე სრულ დადებითის ასე ვთქვათ პროცენტი მაღალი არის რუტინულ საბაზისო MRT ანგიოგრაფიაში, იმიტომაც არის, რომ ბოლო პერიოდში რაღაც ეპიდემიოლოგიით არის, რომ გააკეთებენ კვლევას და გამობერილობა, გამობურცულობა, საეჭვო ანევრიზმის სრულ დადებითის ალბათობა მაღალი არის. ამიტომ მე ასევე ვისურვებდი, რომ ესეთ შემთხვევაში უკვე მიზანმიმართულად უნდა ნეიროქირურგთან კი არ უნდა გაუშვეს პაციენტი კაცო, ანუ დღევანდელი რადიოლოგიური საშუალებები იძლევა კვლევის გაყრდნობის საშუალებას. თუნდაც MRT ანგიოგრაფია, ან CT ანგიოგრაფია ჯერ გამოიკვლია და მერე გაუშვია, ასე თქვა ნეიროქირურგთან, რომ დაფეთებული მოდიან მერე. თვითონვე გააღრმაოს აუცილებლად. და დაარქვა სახელი, ანუ არის ან არ არის. ამას ამბობ. აუცილებლად, ხო, იმიტომ რომ ახლა შეიძლება მიდიხარ. პასუხისგებლობა სხვისკენ გადაგაქვს, ასე. არა, იმიტომ რომ ნეიროქირურგთან რომ მოდიხარ, ნეიროქირურგის ვალდებულება არის გადაწყვეტილების მიღება. აი იმ პარამეტრების საფუძველზე, რომელიც ახლა ჩამოვთვალეთ, ხო, ოჯახური ანამნეზი, ანევრიზმის ზომა, ტოპოგრაფია, ანუ ანატომია, ანუ გარკვეული ანამნეზური მონაცემები, ხო, მაგრამ როდესაც საეჭვო არის, ჯერ ანევრიზმა არის თუ არ არის, ახლა იქ ასე ვთქვათ, სწორი გადაწყვეტილების მიღება ნაადრევი. აქედან გამომდინარე, რადიოლოგის სასურველი არის, რომ ასე ვთქვათ, არა მარტო ასე ვთქვათ, დასვას დიაგნოზი, არამედ და ის პარამეტრები, რომელიც საჭირო არის, იქნას მან ჩემი აზრით რა არის? სად არის პრობლემა? ჩემი აზრით პრობლემა არის ისე პირველი რგოლის მედიცინის არასწორად განვითარებაში, უცხოეთში სადაც თქვა ცენტრალიზირებული არის, მაგალითად არ ვიცი კანადაში, სკანდინავიის ქვეყნებში მსგავს პაციენტს არ ვიცი რაღაცა დაავადების გამო მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიას უნიშნავს ან ნევროლოგი, ან ოჯახის ექიმი. თუ მას აღმოაჩნდა რაღაც საეჭვო, ის ბრუნდება ოჯახის ექიმთან და უკვე ოჯახის ექიმი წყვეტს, იმას აქვს განათლება, რომელი ანევრიზმა, რომელი დაავადების დროს არის, თქვათ, რეკომენდირებული ნეიროქირურგის ჩართვა და აი ეგ რგოლი არ არის ჩვენთან, ამიტომ თქვათ, ჩემი აზრით ეს განაპირობებს ამ პაციენტების ნეიროქირურგთან მოხვედრას. ახლა ერთი სხვა ეს ცუდი კი არ არის. ახლა ერთი სხვა ასე ვთქვათ, ამაში არაფერი ცუდი არ არის. ახლა ჩვენ მე ასე ვთქვათ, ბევრი კონსულტაცია აქედანაც იწყება რა, იმიტომ რომ რუტინულ საბაზისო MRT ანგიოგრაფიაზე არის ასე ვთქვათ, ეჭვი ანევრიზმაზე და ახლა ვისთან უნდა გაიქცეს გარბიან ასე ვთქვათ ნეიროქირურგი. ჩვენ მე ასე ვთქვათ გვიწევს ინტერპრეტაცია იმისი, რაც რეალურად ჩვენი კომპეტენცია არ არის, მაგრამ ახლა მადლობა ხმებთ ჩვენ ამ საკითხში ვერ ყვევით და ასე ვთქვათ პაციენტი ყოველთვის კვალიფიციურ ინფორმაციას ღებულობს, მაგრამ უბრალოდ მე ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე ხდება ხოლმე ამ კვლევების გაღრმავება ან ამის საჭიროების ასე ვთქვათ განსაზღვრა. ხშირ შემთხვევებში წეხა შენც ახსენე რომ ასე იქ რომც იყოს დაუშვათ ანევრიზმა, ხო, ისეთი მცირე ზომის არის, რომ ამ ეტაპზე გაღრმავების საჭიროება არ არის, უბრალოდ ეს პაციენტები გადადიან მე დაკვირვების რეჟიმში. აქედან გამომდინარე,
თავისთავად პირდაპირ ნეიროქირურგთან გაქცევა არაფერი ცუდი არ არის, უბრალოდ სასურველი არის, რომ აი რუტინული კვლევების ხარისხი გაიზარდოს. მithumetes დღევანდელ დღეს რადიოლოგია იმდენი MRT არის და იმდენი ხარისხის MRT არის, რომ შეიძლება იყოს ამდენი საჭირო საქართველოს. ამის პრობლემა არ უნდა იყოს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ნეიროქირურგიული პათოლოგიების ნუსხაში, ხო, სიზარღვოვანი პათოლოგია და კონკრეტულად ანევრიზმები, მე ასე ვთქვათ, სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს სრული, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა, რომ მაღალი დონის სამედიცინო დახმარება მიიღო. იგულისხმება როგორც ენდოვასკულური კუთხით, არა მარტო ექიმის ასევე ღია ქირურგიის ტექნიკური შესაძლებლობის მხრივ, არამედ თქვათ იმ ინსტრუმენტით და იმ თანამედროვე აღჭურვილობით კლინიკის ასე ვთქვათ რესურსებს და შესაძლებლობას გულისხმობ. ბუნებრივია, ყველა კლინიკა ამით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ საქართველოში არის საკმარის რაოდენობით კლინიკა, რომელსაც შეუძლია მაღალი დონის სამედიცინო სერვისები მიაწოდოს მოსახლეობას. მეორე, ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება, როდესაც უკვე გამსხდარია ანევრიზმა, ეს უკვე სხვა შემთხვევა არის. ამ დროს პაციენტის კარგი გამოსავალი ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული, უკვე აღარ არის დამოკიდებული, თქვათ, არა მარტო კარგ აღჭურვილობაზე და ექიმის ტექნიკურ შესაძლებლობებზე და თქვათ, უნარ-ჩვევებზე, არამედ ბევრ სისტემურ პროცესებზეა ეს დამოკიდებული, თქვათ, რამდენად კარგად არის განყოფილება აწყობილი, რამდენად თქვათ, სტანდარტიზირებული ამ დაავადების კუნალობა, იმიტომ რომ უმეტესად მსგავსი დაავადება, როდესაც უკვე გასკვლომა ხდება, არა ხარჯეფექტური არის და აი აქაც შემოდის თქვათ ერთი საინტერესო კითხვა, როგორი იქნება შენი მოსაზრება, რამდენად საჭირო არის ესეთი მკაცრად ცენტრალიზირებული იყოს თავის ტვინის სიძარღვოვანი დაავადებების კუნალობა, მაგალითად ისეთი როგორიც არის სკანდინავიის ქვეყნებში, მაგალითად დანიაში 5.5-ია თუ არ ვცდები თუ 6 მილიონია მოსახლეობა და 5 ცენტრი არის, ეს არის კოპენჰაგენი და რაღაც სხვა ქალაქები და იგივეა თქვათ ჰელსინკში, ფინეთში და ტურკუში და სადღაც 5 ცენტრი არის, რომელიც პასუხისმგებელი არის მსგავს დაავადებების კუნალობაზე. მაგრამ ამასთანავე ისეთი თავისუფალი ქვეყანა, თქვათ, ისეთი განვითარებული ქვეყანა, როგორც არის ამერიკა, საერთოდ სხვა სისტემაა, ხო? ბევრ კლინიკას შეუძლია ამ დაავადების კუნალობა. აი, რას ფიქრობ ამ მიმართულებით, ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის და შენი გამოცდილებით, როცა თქვათ 2004 წელიდან ამ საქმეში ხარ, ამ მიმართულებას კუნალობ, რომელი სისტემა უფრო მისაღები იქნება ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის და ჩვენი ალბათ განვითარებასაც მნიშვნელობა აქვს, ხო? ჩვენი GDP და მოსახლეობის შესაძლებლობები, რამდენია, თქვათ, და ასე შემდეგ. კი ბატონო, მოდი ახლა მაშინ გავყვეთ ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი და აქტუალური კითხვა არის, გავყვეთ თანმიმდევრობით. ჯერ ასე ვთქვათ, რა არის თანამედროვე რეკომენდაციები? მადლობა ღმერთს. თანამედროვე რეკომენდაციები საკმაოდ მაღალი დონის მტკიცებულებებს ეყრდნობა. ჩვენ ეს რეკომენდაციები ნათარგმნი გვაქვს და ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებისა და პროტოკოლების საბჭორო არის, იქაც იყო წარდგენილი წინათაობის, ასე ვთქვათ, რეკომენდაციები და უკვე შარშანდელი 2025-ში უკვე გამოვიდა. იგულისხმება მწვავე სუბარაქნოიდული სიჩაქცევების მართვის თანამედროვე რეკომენდაციები. მე რამოდენიმე საკითხი შევეხებოდი ამ რეკომენდაციებიდან, რომელიც ზუსტად შენ კითხვას ასე ვთქვათ, პასუხობს. პირველ რიგში გამოსავალზე რა პარამეტრები ახდენს, ასე ვთქვათ, გავლენას. ეს არის, რომ კლინიკას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკმარისი გამოცდილება ორივე მიმართულებით. იგულისხმება ენდოვასკულური და ღია ჩარევის შესაძლებლობები. ეს თანამედროვე რეკომენდაციებში მოთხოვნის სახით დევს. ანუ პაციენტი უნდა მოხვდეს ხოლმე იმ კლინიკაში, სადაც შესაძლებელი არის დროულად ჩაუტარდეს ან ენდოვასკულური, ან ღია ქირურგია. მეორე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელიც გამოსავალს დადებითად მოქმედებს, ეს არის ეს აქილევსის კუსლია საქართველოსთვის და მხოლოდ და მხოლოდ ნეიროქირურგების მოწადინება ამისათვის არ კმარა სისტემური და კლინიკის, ასე ვთქვათ, ხარდაჭერის გარეშე ეს არ გამოდის. ეს არის ნეიროინტენსიური განყოფილების არსებობა. თორე არ შეიძლება ამ პათოლოგიის მქონე პაციენტები ხდებოდნენ ზოგად რეანიმაციაში, იმიტომ რომ ეს ერთმნიშვნელოვნად
გამოსავალს აფუჭებს და ცუდი გამოსავლის ალბათობა მნიშვნელოვნად ცირდება. და მესამე ძირითადი პარამეტრი წელიწადში რა რაოდენობით ოპერაცია კეთდება იმ კლინიკაში. ახლა ჩვენთან და შენთანაც ჩვენ ამას ვითვლით. მაგრამ მე ვისურვებდი, ასე თქვა, ჯანდაცვის სამინისტროსაც უნდა ქონდეს ეს, ასე თქვა, ინფორმაცია და მოპოვებადი არის და ეს მე მოსახლეობისთვის იყოს ცნობილი წელიწადში ამ კლინიკამ, ამ პათოლოგიის რამდენი ოპერაცია გაკეთდა და როგორი არის, ასე თქვა, შედეგი იგულისხმება ლეთალურობის და ასე თქვა, მორბიდულობის თვალსაზრისით. ანუ აი სამი პარამეტრი, რომელიც მოსახლეობისთვის მე ვფიქრობ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს მოსახლეობამ იცოდეს. ეს არის, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომობა ორივე სერვისის, ენდოვასკულური და ღია ქირურგიის. აუცილებლად კლინიკაში თუ შენ ამ პაციენტებს კუნალობ, გაქვს თუ არა ნეიროინტენსიური, ასე ვთქვათ, განყოფილება, იმიტომ რომ გამოსავალზე ეს პრინციპულად, ასე ვთქვათ, ცვლის და მესამე რა გამოცდილება აქვს ამ, ასე ვთქვათ, კლინიკას თუ ქირურგს წელიწადში რაოდენობით ეს ოპერაციები კეთდება. ეს არის, ასე ვთქვათ, საბაჟესო მოთხოვნა, რომელიც როგორც მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ასევე სამინისტროც ამაზე უნდა ზრუნავდეს. რაც შეეხება მეორე კითხვას, როგორ არის, ასე ვთქვათ, როგორ მოწყობას ვისურვებდი რა. ევროპული მოდელი მე უფრო, ასე ვთქვათ, დაახლოებით ვხიბლავს, იმიტომ რომ ჩვენთან პატარა ქვეყანაში, სადაც ეპიდემიოლოგია ისედაც არ გაძლევს შენ საშუალებას, რომ ბევრი რაოდენობით ოპერაცია კეთდებოდეს, ხო? არის სპეციფიური პათოლოგიები, სადაც დაავადების გამოსავალი პირდაპირ კავშირში არის ქირურგიის და კლინიკის გამოცდილებასთან. აქედან გამომდინარე, ეს თანამედროვე რეკომენდაციები თავისთავად სცემს ამას პასუხს რა. თუ შენ დაითვლი ეპიდემიოლოგიას წელიწადში რა რაოდენობით ანევრიზმას კდება, ხო? დათვლადი არის. და თუ რასაც გაითვალისწინებ, რომ მინიმუმ რამდენი ოპერაცია უნდა კეთდებოდეს კლინიკაში, რომ კარგ შედეგზე გახვიდე, ხო? აი ეს ფორმულა თავისთავად შენ გაძლევს საშუალებას, რო თქვა ახლა. უხეშად რომ დაითვალო, დაუშვათ ახლა თუ გავყოფთ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოს შეიძლება 2 მაქსიმუმ 3 კლინიკა აბსოლუტურად საკმარისი იყოს, რომ იმ რაოდენობის, ასე ვთქვათ, ოპერაციები კეთდებოდეს, რაც გამოსავალს ხოლმე და ხოლმე წაადგება. ისეთი და აღმოსავლეთ საქართველოში ნუ თბილისი იგულისხმება, იქაც დაახლოებით 3-4 კლინიკა აბსოლუტურად საკმარისი იქნება, რომ მიიღოს საკმარისი გამოცდილება, რო ქონდეს, ასე ვთქვათ, ქირურგს და კლინიკას, რომ კაი გამოსავალზე გახვიდეს და ამას მე უკვე შემდეგ კითხვაზე შენს გაინტერესებდა, პირდაპირ მიბული არის სწავლების სისტემა. ანუ, იმიტომ რომ თუ კლინიკაში არ კეთდება საკმარისი რაოდენობით ოპერაცია, რომელიც პირველ რიგში პაციენტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ხო? ასევე უნდა ეძლეოდეს საშუალებას მომავალი თაობის ნეიროქირურგები რომ გაზადო. თუ ეს გამოცდილება კლინიკას არ აქვს, ვერც გაზდი. არადა ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მოთხოვნა ჩვენთან. ეხლა მაგრამ ერთი უხერხულობა იქნება. მან ჩემი აზრით, როდესაც უმეტესი კლინიკა დღესდღეობით ჩვენთან არის ესე რომ ვთქვათ, კერძო ტიპის კლინიკა და მსგავსი კლინიკები უმეტესად განვითარებულ ქვეყნებში, რომელიც პასუხისმგებელი არის, ეს არის საუნივერსიტეტო მოდელის. აი, როგორ შესაძლებელია ვთქვათ, კერძო ტიპიც იყოს რაღაც ესეთი კვლევითი საუნივერსიტეტო ტიპის კლინიკა, მაგრამ როგორ ფიქრობ, ნომინირების კრიტერიუმებზე როგორ უნდა შეთანხმდნენ სახელმწიფო და ვთქვათ, ექიმები, რომელი კლინიკას ექნება უფლება სუმცირე დასაწყის შეიძლება თქვა დაიწყოს და მერე შეაფასო 2 წელიწადში შედეგები. აი აქ კრიტერიუმებს როგორ შეაფასებ ობიექტურ კრიტერიუმებს? პოლიტიკური ნების ასე თქვა საჭიროება, თორე შეკითხვაზე აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ასე თქვა ჩვენი ასე თქვა ჯანდაცვის სისტემის მოდელი რიგ შემთხვევებში წინამორბედობაში მოდის თანამედროვე რეკომენდაციებთან და ძალიან რეზისტენტული არის. აი წახან ასე თქვა მე რას ვთქვი, ამას კიდე ასე თქვა გავაჟღერებ რა. არანაირი თვითონ ასე ვთქვათ, მცნება ნეიროინტენსიური ასე ვთქვათ დეპარტამენტის არ არსებობს. ანუ კომპეტენცია ამაში რა არის და ანუ არც არის, ანუ არანაირი მოთხოვნა არ არსებობს სახელმწიფო სამინისტროს მხრიდან კლინიკაზე, რომ მას თუ უნდა რომ ამ დაავადებას უკუნალოს, მას აუცილებლად ეს ასე ვთქვათ პაციენტები უნდა იყოფებოდნენ არა რეანიმაციურ განყოფილებაში, არამედ ვაკონკრეტებ ნეიროინტენსიურში. აქ ასე ვთქვათ სახელმწიფო სამინისტროს როლი პრინციპული მნიშვნელობის არის, იმიტომ რომ არსებობს სტროუკის გაიდლაინი, არსებობს ანუ ანევრიზმების, სადაც მითითებული არის ნეიროინტენსიური ასე ვთქვათ ჩაჭირება. ამას აქ სარეკომენდაციო ხასიათი და არანაირი ვალდებულება კლინიკებს ამისი არ აქვს და მხოლოდ ასე ვთქვათ
ქირურგების მოწადინების და კლინიკის კეთილინება არის, შენ მოახერხებ თუ არა, ნეიროინტენსიური კონდეს შენ ასე ვთქვათ კლინიკაში ახლა შენს და მე ეს გვაქვს. მითხა რამოდენიმე შეიძლება კლინიკა იყოს საქართველოში, ვისაც ამის ფუფუნება ასე ვთქვათ აქვს. ანუ შენ კითხვაზე ისევ რომ დაბრუნდეთ როგორ უნდა გაკეთდეს. ამისი ასე ვთქვათ პრეცედენტი არსებობს რა, თუ არ ვწდები მხოლოდ და მხოლოდ მიან გინეკოლოგიაში რა, რაღაც გარკვეული ვადა მისცეს ასე ვთქვათ კლინიკებს, რომ წელიწადში დაუშვათ, დაუდეს რაღაცა გარკვეული რაოდენობა, რამდენი მშობიარობა იყო, რამდენი ასე შემდეგ, აი შემდეგ. ანუ დრამატულად კი არ ჩაჩეხეს უღეშავ ვთქვათ, ხო? დაახლოებით 1 წელი ასე ვთქვათ მისცეს, რომ ასე ვთქვათ, შემდგომში ჩვენ ასე ვთქვათ ამ კუთხით ვითანამშრომლებთ, დავარქვათ სელექტორი კონტრაქტირება იმ კლინიკებთან, რომელიც აი ამ პარამეტრებში ასე ვთქვათ მოხდება და ეს პარამეტრები ჩვენ მოგონილი კი არ არის, კაცო. 2025 წლის უკვე თანამედროვე რეკომენდაციაში პირდაპირ წერი, ანუ რა რაოდენობის ოპერაციები უნდა კეთდებოდეს კლინიკაში, რა რაოდენობა როგორია შენი გამოსავალი, ნეიროინტენსიური საჭიროება და ანუ ეს მინიმალური საბაზისო რა ამებს თუ ჩადებ, ხო? თავისთავად ასე ვთქვათ დალაგდება და ეს ყველასთვის კარგი იქნება. სახელმწიფოსთვისაც, კლინიკისთვისაც, ქირურგისთვისაც და პირველ რიგში პაციენტისთვის. ანუ შენ თუ პაციენტზე ორიენტირებული ხარ, ხო? აი ეს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინო. გეთანხმები. და სამესოზე დაეხმარება ეს სისტემა, რომ ჭყალებში გააკეთოს შობილოს. გეთანხმები. ჩვენ დაგვავიწყდა, ასე ვთქვათ, მომავალი თაობები რა, როგორ უნდა გაიზარდონ ის, როდესაც ესეთი სპორადული არის ეს ამ პაციენტების მოხვედრა, რომელი კლინიკაში ხდება რა, კრიტერიუმებით სარგებლობენ, დაუშვათ, ახლა სასწრაფოს აქვს ტერიტორიული განაწილება, რომელიც აბსოლუტურად ამოვარდნილია კონტექსტიდან, იმიტომ რომ ამ დაავადებას ხო სხვა პარამეტრებით უნდა იხელმძღვანელო, არა ტერიტორიული განაწილებით, არამედ იმ კლინიკას აქვს თუ არა ეს ორივე სერვისი, რა გამოცდილება აქვს და ასე შემდეგ. აქ მერე შემოდის უკვე რეზიდენტურის და ასე ვთქვათ, სწავლების ასე ვთქვათ, პროცესის აქტუალობა. ახლა იმ კლინიკას თუ არა აქვს საკმარის რაოდენობით გამოცდილება, ხო, ბუნებრივია როგორ იზრუნებ შენ მომავალი ასე ვთქვათ, თაობების აღზრდაზე. ამიტომ ეს თანამედროვე რეკომენდაციები, რომელიც ახლა ჩვენ ამას შევეხე, ხო, აი ძალიან ბევრ საკითხს თანდათანობით ყოველგვარი რევოლუციებისა და ასე ვთქვათ, დავიდარების გარეშე ლამაზად დაალაგეთ. გეთანხმები. ну ყოველ შემთხვევაში ესე რომ შევაჯამოთ ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ჩვენი ესე ვთქვათ საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნისთვის ანუ მთელი ეკონომიკური ღირებულება რო გავყოთ მოსახლეობაზე ხო რაც არის იმასთან შედარებით იმ ქვეყნებთან შედარებით ამ კონკრეტულ დაავადებაში გაცილებით წინ ვართ მეცაც ალბათ არ ვიქნებით გადაჭარბებული რომ ისე კეთდება როგორც არის განვითარებული ევროპის და ეს არის ვთქვათ ევროპის ისეთი ქვეყნები როგორც არის ავსტრია, შვეიცარია და თუნდაც ამერიკის ძალიან დიდი საუნივერსიტეტო კლინიკები ამ დაავადებასთან მიმართებაში საქართველოში არის კლინიკები, სადაც შეიძლება მსგავსი ოპერაციის ისეთ დონეზე გაკეთება, როგორც გიკეთდება. და გაუმჯობესების რესურსი ეს უკვე პოლიტიკურ სიბრტყეში დევს. ანუ სისტემის მოწყობის სიბრტყეში დევს ახლა. ასევე რომ შევაჯამოთ ანევრიზმა ყოველთვის არ არის საშიში დაავადება. ანევრიზმა რო აქვს ადამიანს, ეს იმას არნიშნავს, რომ ყოველთვის მას გაუსკდება და მას შეუძლია თქვათ პერიოდულად წელიწადში ერთხელ შეხვდეს ადამიანს ნეიროქირურგს, რომელსაც აქვს მსგავს დაავადებებთან შეხება და გააკონტროლოს, თუ ის არ ჯდება იმ კრიტერიუმებში, რომელიც არის საოპერაციო და ასევე ალბათ უმჯობესი იქნება, როცა ანევრიზმაზე არის, მას აქვს გაუმსკარ ანევრიზმაზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, გაუმსკარი ანევრიზმის დროს პაციენტს აქვს დრო, ეს არ არის სასწრაფო შემთხვევა და მას შეუძლია მოისმინოს რამოდენიმე ნეიროქირურგის მოსაზრება და ეს არც შენთვის, არც ჩემთვის და არც ნეიროქირურგის არ წარმოადგენს უხერხულობას, ამას გვია მეორე აზრის მოსმენის შესაძლებლობა, როცა ამ დროს გაცილებით მეტი დრო აქვს პაციენტს, მას შეუძლია თვეები და თქვათ თუნდაც ერთი წლის განმავლობაში ბევრი ადამიანის მოსაზრება მოისმინოს და ის რაც ჩვენ აღვნიშნეთ, ამაზე დაყრდნობით გააკეთოს, მიიღოს გაწყვეტილება. მადლობა კიდევ ერთხელ მე მგონი რაღაცა ისეთი ასპექტები და ისეთი საკითხები შევეხეთ, რომ ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის ეს საინტერესო იქნება. იმედს გამოთქვამ, რომ ჩვენი ეს ასე ვთქვათ ინფორმაცია სასარგებლო იქნება მოსახლეობის ბევრი ფენისთვის რა. მადლობა შენ, რომ ეს ასეთი ლამაზი და მშვენიერი გამოწყობა დაიწყე. მადლობა. გაიხარე.